დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 6 ივნისია, პარასკევი, ეთერში ერთსულუნების დილა, კახა მიქიაშვილთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით, მადლობა რომ გიყურებთ და გვისმენთ და საინტერესო დილას გისურვებთ და იმედია ამ საინტერესო დილის შექმნაში ჩვენც ხელშეკიწყობთ, ვიდრე გადაცემის ანონსს არ მოგვიდგენთ და საეკლესიო კალენდარი მოვისმენოთ და შევიტყობთ იმ წმინდანების შესახებ, რომელსაც დღეს საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იხსენიებს და უკვე შემდგომ გაგაცნობთ სტუმრების ვინაობას. ექვსივნის წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს სვიმეონ მესვეტეს, წმინდა მოწამეებს მელეტი სტრატილაც, სტეფანეს, იოანეს, სერაპიონ ეგვიპტელს, კალენიკე მოგმყოფილს, თეოდორეს, ფავსტოს და სხვებს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენებას და რაც შეეხება გადაცემას, გადაცემის შინაარს, თემას, სტუმრებს, ცხადია, ახლა გაგაცნობთ ანონსის მეშვეობით, კვირას ზეგ სულთმოფენობაა, ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული და სწორედ სულთმოფენობასა და საკვირაო სახარების განმარტების შესახებ იქნება ჩვენი პირველი სტუმარი მოწვეული, რომელიც ბრძანდება დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ხანთაძე. ვისაუბრებთ ასევე ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ემიგრაცია და ემიგრანტების ფსიქოემოციური მდგომარეობა. თემაზე სასაუბროდ კი გადაცემის სრულობისას შემოგვიერთდება ფსიქოლოგი მედია გელდიაშვილი. საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში შემეცნებითი შეხვედრები გრძელდება. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე ამჯერად სასკოლო ლიგის წევრებს შეხვდა. მღვდელმთავარი ახალგაზრდებს აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა. გადაცემის სრულობისას ნახავთ სიუჟეტს ამ შეხვედრის შესახებ. მეტყველების პრობლემები ბავშვთა ასაკში. როგორ უნდა მეტყველებდეს ბავშვი სკოლის პერიოდისთვის და რა უნდა გაითვალისწინოთ მშობლებმა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვიერთდება მეტყველების თერაპევტი ეკა ჭავჭავაძე. ესეთი მნიშვნელოვანი გადაცემაა გველოდება წინ. დავიწყოთ ახლა ამინდით, ცხადია, როგორი ამინდი იქნება, რას გვეუბნებიან სინოპტიკოსები თბილისში, მთელ საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდგომ უკვე მოძღვართან ერთად დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ.
მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. პირველ სტუმარს წარმოგიდგენ დიდუბაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ხანტაძე. დილამშვიდობის სტუმრობისთვის. კვირას ჩვენ ტაძარში შევიკრიბებით ალბათ და ტაძრის დაბადების დღეს აღნიშნოთ როგორც ამას ეწოდებენ სულთმოფენობას 51 დღე, როცა სულიწმინდა გადმოვიდა მოციქულებზე და დაარსდა ეკლესია ფაქტობრივად, შესაბამისად უმნიშვნელოვანესი დღეა, ვიდრე სახარებას განმარტავთ, რომელიც აიკითხება ღვთისმსახურებაზე, სულთმოფენობის შესახებ ვისაუბროთ. რა მნიშვნელობა აქვს ამ დღესასწაულს? დიახ, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ ტაძრის დაარსების დღე, ანუ ტაძრის კი ეკლესიის დაარსება, ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსების დღე და ზუსტად იმ დღეს აღესრულა, მოდი ეს აღნიშნოთ, რომ თვითონ ტერმინი, ანუ ქართულში, არა მარტო ქართულში, ყველა ენაში დღეს 51 დღე ეწოდება ამ დღესასწაულს. 51 დღე ზუსტად განმარტავს იმას, რასაც ეს გულისხმობს, ანუ დაარსების დღე რატო არის. ძველ აღთქმაში თუ გავიხსენებთ, ჩვენ უნდა გავიაზროთ ბიბლია ერთ მთლიანობაში, ძველი და ახალ აღთქმაში ერთ და იგივე ღმერთი მოქმედებს და ის რაც ძველ აღთქმაში აღესრულებოდა ხოლმე წინასწარმეტყველური სახით და აღესრულა უკვე გაცხადდა ახალ აღთქმაში და ამიტომ ძველ აღთქმაში ძველი აღთქმის ეკლესიის დაარსება ზუსტად 50 დღეს მოხდა, ოღონდ პასექიდან 50 დღეს და პასექის თვითონ ყველას ვისაც ბიბლია წაუკითხავს ახსოვს პასექის ისტორიას გულისხმობს, თვითონ ტერმინს პესახ ანუ გვერდისავლას ნიშნავს სიკვდილისგან გადარჩენას, როდესაც ეგვიპტიდან გამოდიოდა ისრაელის ერი და აი აქედან პასექიდან 50 შაბათის პასექის შაბათიდან 51 დღეს ხდება ძველი აღთქმის ეკლესიის დაარსება, ანუ ჯულის მიღება სინას მთაზე. მოსეს მიერ და გადაეცემა ეს ხალხს. ზუსტად იგივე განმეორდა კალენდარულადაც ან თუ ესე იგი მაშინდელ კალენდარს გადავითვლიდა თვალის კალენდრით გამოითვლება დღესაც აღდგომა, იმიტომ რომ ჯვარცმა ზუსტად იმ დროს აღესრულა, როდესაც პასექი იყო მოახლოებული და პასექის დღესასწაული წინასახე იყო მაცხოვრის ჯვარცმის ნების და მაცხოვრის ჯვარცმიდან, ანუ ამ დღიდან 50 დღეს სულთმოფენობა, ანუ აღდგომიდან 50 დღეს სულთმოფენობა, ესე იგი დღესასწაულება, რაც ზუსტად ემთხვევა ძველ აღთქმაში ასრულებულ ძველი აღთქმის ეკლესიის დაარსებას. ამიტომ 50 დღე არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში, მაგრამ კიდევ ერთი ტერმინია ქართული, მოდი ამაზეც ვისაუბროთ, მარტვილია, რაც ძალიან ძველი ტერმინია, ეს ქართული ტერმინი არის, ბერძნული ტერმინია, მაგრამ საქართველოში გამოიყენება დღეს საბერძნეთში უკვე მე-3 საუკუნიდან ფაქტობრივად აღარ გამოიყენება ეს ტერმინი არც ერთ ქვეყანაში, იქ პენტეკოსთან 50 დღე გამოიყენება, ასევე რუსულშიც და სხვადასხვა ენებშიც. და მარტვილია გულისხმობს დამოწმებას, უფრო აი მაყურებელთვის რო გასაგები იყოს, დადასტურებას ახალ ქართულად რომ მე ვადასტურებ. რა დადასტურდა, რა დამოწმდა, ესე იგი ქრისტეს ღმერთობა, რომ ქრისტემ აღუთქვა რომ მე ავალ და სხვა იგი ნუ გეშინისცემელი, ანუ სულიწმიდა მოვიდეს და დადასტურდა ღვთის, ესე ვთქვათ, დამოწმდა ღვთის ღმერთობა და სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა მოციქულებზე ცეცხლების ენების სახით და ამ მადლმა აღავსო და როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ეს მადლი მარადგიეს ეკლესიაში, მარადის არის ეკლესიაში, არა მარტო რაღაც იმ მომენტში მოციქულებზე გარდამოვიდა, მოციქულებიდან გადავიდა შემდეგ თაობაზე, როდესაც მან მღვდლები აკურთხეს და ეკლესიაში ეს მადლი მოქმედებს, დღემდე და სულ ეს მადლი იმყოფება. არც ერთი საიდუმლო სულიწმინდის გარეშე არ აღესრულება. არ არსებობს წესი საიდუმლო, რაც ჩვენ ვეძახით, ხო? არც ერთი მსახურება, რომელიც აღესრულება სულიწმინდის გარეშე. დიახ, და სწორედ ამას გულისხმობს ახალ აღთქმის ეკლესიაში, ყველაფერი აღესრულება ღვთის მადლით და არა კაცობრიობის შესაძლებლობებით, ასე ვთქვათ. აი ამას გულისხმობს, ამიტომ ეს მარტვილია ტერმინი კიდევ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში რატო გამოიყენება დღეს რატო არის ეს მნიშვნელოვანი? როგორც აღნიშნეთ, საბერძნეთში მე-3 საუკუნიდან აღარ გამოიყენება. ესე იგი, საქართველოში მე-3 საუკუნემდე, ანუ მეორე საუკუნეში მაგალითად, ეს ამ ტერმინით აღინიშნებოდა დღესასწაული. ესე იგი, ეკლესია მოქმედებდა ვიდრე წმინდა ენოს შემოსვლამდე. ანუ პირველი საუკუნიდან კიდევ ბევრი ტერმინებია ასეთი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ეკლესიაში მოქმედებდა პირველი საუკუნიდან. ედი შერჭელიძეს აქვს ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ნაშრომი. მაგრამ სხვა ტერმინებს აღარ შევეხებით ახლა. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ტერმინი. სულთმოფენობა ძალიან დიდი დღესასწაულია ცხადი. აქვე უთხრათ მორწმუნეებს, ვინც შეიძლება კვირას ვერ დაესწრება, ან არ იცის რომ ვიცით რომ ნებიშვიდელ ოთხშაბათიდან მუხთრეკა აღარ ხდება და სულთმოფენობის შემდგომ სპეციალური ლოცვები იკითხება მსახურების მერე და უკვე მუხლის მოდრეკაც დაიწყებოთ ჩვეულებრივად როგორც ხდება, ანუ მეტანიები. დიახ, ეს ლოცვები გამოხატავს ღვთის მიმართ მადლიერებას, რომ ჩვენს სულიწმინდის მადლი გარდამოვიდა და მოქმედებს და როდის გადმოდის ადამიანზე სულიწმინდის მადლი, მოდი აქვე ეს საინტერესოა. ნათლისღების დროს მოდის სულიწმინდის მადლი, ნიჭები, ხა იქ სახარებაში წერია რომ ახალ აღთქმაში უბრალოდ სამოციქულოში წერია რომ სულიწმინდა გადმოვიდა, ანუ ნიჭები და მადლი გადმოვიდა ენების სახით, მაგრამ ეს სულიწმინდის მადლის განყოფილებას კი არ გულისხმობს, ეს როგორც კირილი ალექსანდრიელი განმარტავს, ნიშნავს სხვადასხვა ნიჭებს ადამიანზე მიცემოს. ან ზოგს ქონდა ქადაგების ნიჭი, ზოგს წინასწარმეტყველების და ასე შემდეგ. ანუ ყველა ის ჩვენ ვიცით კიდე სულიწმინდის 7 ნიჭი. ყველა ის ნიჭი, რაც ადამიანს ამ სიკეთე, თავდაბლობა, ღვთისნიერება და ასე შემდეგ, ეს არის სულიწმინდის ნიჭები.
და სულიწმინდის მადლით, ანუ ენერგიით მონიჭებული ადამიანში. აქედან გამომდინარე, არ უნდა შეგვეშალოს, რომ სულიწმინდა კი არის მრავალი, ანუ სულიწმინდა პიროვნება ერთია. ანუ მადლი განიყოფება ადამიანში მრავლობითად. და სახარება, რომელსაც ჩვენ ამ უდიდეს დღესასწაულზე, ისედაც კვირა ცხადია და კვირას იქნება სულთმოფენობა, აი ესე ხდება, რომელიც სახარება შერჩეული, ვინაიდან არაფერი შემთხვევით არ ხდება და ბუნებრივია დღესასწაულთან მიხედვით ირჩევა სახარება. უკავშირდება ხოლმე ყოველთვის საკითხავები უკავშირდება იმ დღესასწაულის მნიშვნელობას, განსაკუთრებით სახარება და სამუცქლო სხვა საკითხავები. მაგალითად, წინა დღეს მწუხრზე, სარამ სახარება წაიკითხება, ანუ მწუხრის მსახურებაზე იკითხება საწინასწარმეტყველოები. სადაც მაგალითად წაკითხულია სულიწმინდის წინა დღეს ეზეკიელ წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება და სხვა იოველის და ასე შემდეგ, რაც პირდაპირ ასე თქვა მიანიშნებს მადლის განფენაზე. ეზეკიელს აქვს ესეთი სიტყვები ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველს, რომ თქვენგანო უფალი აიღებსო ასე ქვის გულს და მოგცემთო ხორციელ გულს და მოგცემთ მადლს, ანუ მადლი გაშენა განდევა, ესე განიმარტება ეს, რომ ძველ აღთქმაში მადლი იყო თითქოს გარეგნან, ჯულს ასრულებდა ადამიანის ზნეობრივი ყოფილიყო, მაგრამ სულიწმინდის მადლი მასში დამკვიდრებული არ იყო. ახალ აღთქმაში სულიწმინდის მადლი ნათლისღებით მიენიჭა და ახლიდან იბადება ადამიანი და მას აქვს ცხონების სასופველის შესრულს. ანუ პირდაპირ მადლით მიეცა ქრისტეს ჯვარცმის შედეგად. ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა უკავშირდება ადამიანის ბუნების გამოხსნას და სულიწმინდის გარდამოსვლა ნათლისღების შემდეგ, რომ ესე ვთქვათ, მასში მოქმედება დაიწყო სულიწმინდა, ეს უკავშირდება ჩვენ პიროვნულ არჩევანს. ჩვენ რამდენადაც განვავრცობთ ჩვენ თავში გადმოსულ მადლს, ნათლისღების დროს მოგვეცა, იმდენად მივახლოვდებით უფალს და იმდენად მოქმედებს ეს მადლი ჩვენში. რაც შეეხება სახარებას, სახარება ყოველთვის უკავშირდება, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, იმ დღესასწაულს მნიშვნელობას და იოანეს სახარებიდან არის ამონარიდი მე-7 თავის 52 მუხლიდან და მე-8 თავის 1 მუხლია 12 მუხლი ესე შერჩეული. წმინდა მამათა მიერ ეკლესიაში, რაც პირდაპირ გამოსახავს, რომ მაცხოვრის წინასწარმეტყველებას, ასე ვთქვათ, რომ თქვენ მოგეცემათ, ესეთი სიტყვებია, წყარო თქვენგან გამოვა, წყარო თქვენი მუცლიდან გამოვა, წყარო ხაკ მუცელია ნახსენები. წყარო მადლის. აქ მუცელია ნახსენები და მუცელს როგორც დიდიმე ბრმა წმინდა დიდიმე განმარტავს, აქ მუცელში გულისხმობა გული, რომ ზოგადად ბიბლიას ახასიათებს, რომ ხანდახან აი ჩვენ თუ გავიხსენებთ მაგალითად წმინდანინოს ცხოვრებას, რომ ნაწლევნის შეეწებოდაო, მას როდესაც ხედავდა კერპთაყვანისმცემლობას ხედაში. აქ გული ეწევა, შეიძლება ახალ ქართულად ეს ვარ გული ეწებოდაო და შეიძლება ეს ტერმინები ესე გამოიყენება ხო, ანუ თქვენი გულიდან გამოვა ეს მადლი და წყაროს, ანუ წყალსასახელოს, ანუ მაცხოვარი ჩვენ თუ დაუკვირდებით სახარებაში ხშირად იყენებს ისეთ სასაუბრო ტერმინოლოგიას, რაც იმ პერიოდში ძალიან აქტუალური იყო, ასე ვთქვათ, წყალი აღმოსავლეთში ზოგადად ყოველთვის პრობლემა იყო. და ამიტომ წყაროსთან დაკავშირება, როგორც ფიზიკური წყლით დაწყულება, უკავშირდება ხოლმე სიმბოლურად აი სულიერ მადლს და წყარო რომ მოგეცემათ, წყლის გარეშე ადამიანი ვერ ცოცხლობს და ასევე სულიწმინდის გარეშე და მადლის გარეშე ადამიანი სულიერად ვერ ცოცხლობს, ასე ვთქვათ, მარადიმ ღმერთთან ერთად ყოფილმა მას არ იქნება. ამიტომ შედარებული ხო. გარდა ამისა კიდევ ერთი მნიშვნელობა აქვს, ერთ-ერთი მამა განმარტავს ისტორიას მოგვითხრობს, რომ ზოგადად არა მარტო ებრაელებში, ანუ მთელ აღმოსავლეთში წყალი გამოიყენებოდა ხოლმე ლიტურგიულ მსახურებაში და წარმართებშიც გამოიყენებოდა ხოლმე როგორც გამბანვის სახე. და კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ აი ფიზიკური გამბანვის სახე, რაც წარმართებშიც აღესრულებოდა, თუმცა ისინი რა თქმა უნდა წარმართულად ეგონათ, რომ ამ ცოდების ჩამოერეცხავდნენ. ამ სახით ღმერთმა როგორი მარტივი სახეა თითქოს ანუ ფიზიკური წყალი სხეულს ბანს და ამ დროს ჩვენ სულიერად ახლიდან ვიბადან ყველა ცოდვა ჩამოგვერეცხება ნათლისღების დროს. ამიტომ აი ეს კავშირშია ყოველთვის ესე თქვა სიმბოლურ კავშირში და ამიტომ მაცხოვრიც იყენებს ამ ტერმინს და წყარო გამოვა თქვენგან. და რას გულისხმობს ეს როგორც განიმარტება წყაროს გამოსვლა სულიწმინდის მადლის დამკვიდრებას ადამიანში და წყაროს გამოსვლა მაგალითად საღვთო ქადაგებას, მადმოსილებას, თავდაბლობას, ღვთისნიერებას, მოწამეობრივ ყველაფერი არის ეს არის სულიწმინდის მადლით აღესრულება. ერთ-ერთი ღვთისმეტყველი, უდიდესი ღვთისმეტყველი მაქსიმი ამხსარებელი, რომელიც ქადაგებების და ნაწერების ასე ვთქვათ პოლემიკურია და ანტიერეტიკულია და ამიტომ ძალიან რთული გასაგებია სიღრმისეულად შეუძლებელი ადამიანმა გაიგოს თუ მომზადებული არ არის დოგმატიკაში და მაინც ძნელი გასაგები არის და ამბობს რომ მადლი ანუ სულიწმინდის მადლი ენერგია შეუზღუდავია ყველგან მყოფობს აი წარმართებშიც არისო მაგრამ წარმართებში მაგალითად ეს მაცხონებელი მადლი არ არის მათთვის იმიტომ რომ მათ პიროვნული კავშირი ღმერთთან არ აქვს მადლისმიერი კავშირი არ აქვს მაგრამ მაგალითად წარმართი ურწმუნო ადამიანი რო სიკეთეს აკეთებს ესეც ღვთის მადლით აკეთებს ანუ თავის შესაძლებლობით ამას ვერ აკეთებს ამბობს მაქსიმი ამხსარებელი მაგრამ მონათლულ ადამიანში უკვე სულიწმინდის მადლი გაშინა განდება ანუ მასში ჩადის აი ეს არის მაცხოვრის სახარების ამ სიტყვების შინაარსი რომ ჩემგან მოგეცემათ ანუ ეს ახსრულდა მე 51 დღეს ამას სხვაგანაც ამას მაცხოვრობა ეს მე წავალ და სხვა იგი ნუგეშენ მისცემელი მოვა მაგრამ ეს შეერჩა ამ დღის სახარებად რადგან შინაარსობრივად არის ძალიან ღრსი ღრმისეული რომ მადლით უნდა შეივსოს ადამიანი და ეს კიდევ მიანიშნებს რომ ახალი კირილე ალექსანდრიელი გამარტავს რომ რთული გასაგებია როგორ უნდა დამკვიდრდეს ჩვენში შიგნით ღვთის მადლი ხო მაგრამ შედარებას აკეთებს რომ მაგალითად რკინა წრთობის დროს
ცეცხლის ფერს იგებს, ანუ მასში გაშინაგანდება თითქოს ცეცხლი რო გახურდება. ასევე მოქმედებს ადამიანში მადლი. მე ვფიქრობ, ახლა უნდა შემდეგში სახარებაში ესე ვითარდება მოვლენები, რომ ფარისევლები და მწიგნობრები, რა თქმა უნდა, შურით აღივსდნენ ისევ და არ გამოიძიებენ, ესე ვთქვათ, მაცხოვრის ღვთაებრივ ბუნებას, იმიტომ რომ მაცხოვრი პირდაპირ განაცხადებს ამ შემთხვევაში მის ღვთაებრივ ბუნებას, რომ ჩემგან მოგეცემათ და მოვა მერე წავა თქვენ მოგეცემათ და ასე შემდეგ. და ცილს წამებენ მას და მსახურები, რომლებიც მასთან წარგზავნილები არიან, მოდიან და ამბობენ, რომ ისე საუბრობსო, იესო ქრისტეზე ამბობ, ფარისევლებს ეუბნებიან, რომ ჯერ არავის თითქოს მას აქვს ეს ხელმწიფო, ჯერ არავის უსაუბრია, ასე რომ ვერ შევძელით, რომ ჩვენ მისთვის ხელი შეგვეხო და შეგვეპყრო. და თავს იმართლებენ ფარისევლები, ასე ვთქვათ, და ცილს წამებენ და ადანაშაულებენ, რომ შესაძლებელია გალილეიდან მოვიდეს მესია, ხო შეუძლებელია ეს. ანუ რეალურად როგორც წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, მათ ძალიან კარგად იცოდნენ და შეეძლოთ გამოეძიებათ, მათ სრული არ ყოფილა ის, რომ ბეთლემშიიშვა. და როგორც ნაწინასწარმეტყველი იყო, რომ ბეთლემში უნდა შობილიყო, დავითის ფსალმუნებშიც არის ეს და პირველად იქ ჟღერდება, მეფეთა წიგნში ჟღერდება, რომ ბეთლემში უნდა იშვას და იქ ჩანს ეს პირველად, რომ ბეთლემში უნდა იშვას მაცხოვარი, მაგრამ ამას არ გამოეძიებენ და იმ მიზეზით არ გამოეძიებენ, რომ თავი არ გამართლებული ქრისტე არ აღმოჩნდეს, რომ ცდილობენ რომ ცილი დასწამონ და შემდეგში ამბობს მაცხოვარი, რომ ვინც ჩემთან იქნება, მას ექნება ნათელი. აი რა ნათელზე საუბრობს, ისევ და ისევ სულიწმიდის მადლზე საუბრობს და ახლა როდესაც ჩვენ საუბრობთ სულიწმიდის მადლზე, მე მახსენდება გრიგოლ პალამას ნაშრომები, რომელიც განმარტავს თუ რას ნიშნავს მადლი, ენერგია, საღვთო, ის ძირითადად თაბორის მთავს უკავშირდება, მაგრამ იგივე მადლი არის სულიწმიდის მადლი და აი ძალიან რთული საკითხია შეიძლება მაყურებლისთვის, მაგრამ შეიძლება მოკლედ შევეხოთ, აი რას ნიშნავს საღვთო ენერგია, მადლი. ჩვენ თუ გავხსენებთ ძველ აღთქმას, იქ ბევრგან რჩევს, რომ საღვთო ენერგია, ანუ სულიწმიდის მადლი შეიძლება უწოდოთ, ანუ მადლი ეს ენერგიას ნიშნავს. ეს არის ღვთის არსების, რაც აქვს მამასაც, ძესაც და სულიწმიდას. ანუ პიროვნება არის პიროვნული თვისებები, რაც მას განასხვავებს, ხო? შობადობა, გამომავლობა და ძეობა, ხო? ძე ღმერთის. მაგრამ რის რაც არსებას, ანუ საღვთო ბუნებას ეხება, ეს ყველას აქვს. ანუ საღვთო მადლი ჩვენ თუ მივანიჭეთ მხოლოდ სულიწმიდას და თქვით, რომ ძეს არ აქვს, მაშინ არასწორი გამოვას. და აი გრიგოლ პალამას დროს, როგორც დასავლეთის, ანუ კათოლიკები დღევანდელი როგორც უწოდებთ, ასწავლიდან ესეთი გასწავლება იყო გავრცელებული, რომ სულიწმინდის მადლის მოქმედება ნიშნავდა მასთან პიროვნულ ერთობას. ანუ ეს ტერმინოლოგიური აღრევა იყო და ეს ტერმინოლოგიური აღრევა, მაგრამ ეს გონებიდან მოდის და ძალიან დიდი შეცდომაა, იმიტომ რომ გრიგოლ პალამა ამბობს, რომ თუ კი ჩვენ ასე მივიჩნევთ, მაშინ უკვე მეოთხე ჰიპოსტასი შემოდის, თუ ადამიანს პიროვნული ერთობა ექნება სულიწმინდასთან, მაშინ მეოთხე პიროვნება უკვე ადამიანი გამო. მაგრამ ადამიანს აქვს მადლის მიერ, ენერგიის მიერ ერთობა ღმერთთან. ეს რას ნიშნავს? მადლი ენერგია ეს არის, როგორც აი მზეს აქვს სინათლე, ასე ვთქვათ, და საღვთო ნათელი, რომელიც ყოველთვის არის სამყაროში და ჩვენს გარშემოც არის და ეკლესიაში და წირვის დროს და სასუფევ ღმერთს აქვს ეს არის ღვთის ენერგია, რომლის მეშვეობითაც ადამიანი განიწმინდება, მიეტევება ცოდვები, განიხრთობა, რომლის მეშვეობითაც აღასრულებს ნებისმიერ საეკლესიო საიდუმლოს და ასე შემდეგ. რაც თვალისთვის უხილველია და თაბორის თვაზე მაცხოვრებმა ახილვინა, ანუ დაანახა მოციქულებს იმდენად, რამდენადაც მათ შეეძლოთ, რომ ეს დაეტიათ. იმ დონეზე დაინახა საღვთო მადლი და იმიტომ რომ პეტრე მოციქული რომ აქ დავრჩეთო, იმიტომ რომ განიცადა წინდი, ანუ ესე ვთქვათ, ნაწილი სასუფეველის ნეტარების, ანუ იმ მადლის, რაც ღმერთს ყოველთვის აქვს, გააჩნია. და აი წმინდა მაგალითად იოსეფის ხასტის ცხოვრებაში არის, რომ როდესაც ის ასწავლიდა თავის მოწაფეებს, იყო რაღაცა მომენტები, როდესაც ჩუმდებოდა, იმიტომ რომ სიტყვა არ იყო, რომელიც იმ მდგომარეობას გადმოსცემდა, როდესაც ის რასაც ის ლოცვის დროს განიცდიდა. ესე იგი, ლოცვის შედეგად ახლა აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ წმინდად უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და ზნეობრივად უნდა იყოს, ესე ვთქვათ, შესაბამისად, მაგრამ ამის შემდეგ უკვე ლოცვის შედეგად ადამიანი ივსება ამ მადლის, რომელსაც თვალითაც, ანუ სულიერი თვალითაც ხედავს, აი ამ მადლს, ანუ საღვთო ენერგიას. აი ამ მადლზე და ენერგიაზე, რომ სულიწმინდის მიერ მოგვენიჭა ჩვენ ეს მადლი და ენერგია, არა პიროვნება, არამედ ეს მადლი და ენერგია. ამიტომ ასეთი ტერმინები ვსვამ, ადამიანი მადლით განიღმრთობა და მიემსგავსება ღმერთს და ამით მადლით განიღმრთობა და არა პიროვნულად. პიროვნულად ღმერთი არის მამაძე და სულიწმინდა. რა თქმა უნდა, ყველა სიტყვა აბსოლუტურად არის ჩვენთვის, რომ კარგად გავიაზროთ, რისთვის ვართ მოვლენილი, ზოგადად ქვეყნად როგორი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება და რას ემსახურება რეალურად ხომ ჩვენი არსებობა. უფრო მეტად რომ განუმარტოთ ადამიანს მართლმადიდებელ ქრისტიანს განსაკუთრებით მამა გიორგი, რომ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კვირას, როდესაც ადამიანი დაესწრება ხომ საღვთო მსახურებას, იცოდეს და გააზრებული ჰქონდეს სახარების ის კონკრეტული თავი, რომელიც იკითხება იმ დროს და იმ დღეს. დიახ, რა თქმა უნდა, თან თუ ქრისტიანობა ხო წიგნიერი რელიგია არის, ანუ ჩვენ ხშირად არის ხო დღეს არის პოპულარული ამის თქმა, რომ თითქოს რწმენა არის ბრმა რაღაცა, არა და რწმენა იმდენად გააზრებული რამ არის. აი კლიმენტი ალექსანდრიელის აქვს რწმენის და ცოდნის ურთიერთმიმართება.
და ისეთ სიღრმეებში ჩადის, ისეთ კადრებს ადამიანის გონებაში წარმოვა ამაზე, რომ წმენა ესეთი რამ შეიძლება იყოს. და წმენას აკეთებ და საბოლოო ჯამში წმენაზე ამბობს, რომ ეს რეალურად ცოდნა არის. იმიტომ რომ ნებისმიერი ცოდნა თუნდაც მეცნიერებაში მტკიცდება რაღაცა მტკიცებულებით, ხო, რაღაცა წინარედებულებით, რაც მანამდე დამტკიცდა და ესე ჩვენ თუ მიუყვებით, წმინდა კლიმენტი ალექსანდრი ამბობს, ბოლოს მივallt რაღაცა აქსიომამდეო, რასაც ვერ დაამტკიცებ, მაგრამ ვრწამს. აი მაგალითად მათემატიკაში ჩვენ თუ არ შევთანხმდით, რომ 100 სანტიმეტრი არის 1 მეტრი, ვერ გამოუცვლით ვერანაირ მანძილს. ხო, ყველა შევთანხმდით ამაზე, რომ 100 არის 1. ანუ ეს ამას უკვე მტკიცება აღარ ჭირდება და მე ვიწყებთ უკვე სხვა კვლევას. და ამბობს, რომ რწმენის დადასტურება არის უკვე ცოდნა შემდეგში. და პირიქითაც ამბობს, რომ ამ ცოდნის დადასტურებით ავდივარ ჩვენ რწმენამდე და კიდევ უფრო ბევრ სიღრმეებში ჩადის, მაგრამ ეს ცოტა მარტივად. ამიტომ ადამიანები ამბობენ, რომ რწმენა არის რაღაცა, რაც ბრმა არის და არა, რეალურად ესე არ არის. მართო ქრისტიანმა ადამიანმა რასაც წამს ის იცის. ნუ რაღაც დონეზე იცის. ახლა ჩვენი გონებისთვის რა თქმა უნდა ღვთის არსება დაუტევნელია და შეუცნობელია, მაგრამ აი მაგალითად ძველ აღთქმაში იქნებოდა თუ ახალ აღთქმაში, როდესაც მაგალითად მოსე ხედავს პირი ღვთისა ეხილა და ზურგი ეხილა და ნათელი რას ნიშნავდა, რომ მადლს ხედავდა, ანუ ღმერთს ხედავდა მოქმედებაში. აი მაგალითად ის რომ ადამიანის სიყვარულია გულში, ეს არის ღვთის მადლის მოქმედება. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანში ღმერთი დაინახო. მაგრამ არა არსებითად რომ თვალებით მოიცვა თელი ღმერთი არ ღვთის მოქმედება ადამიანში უკვე და ეს ნიშნავს რომ ღმერთი ხედავს და ღმერთი მოქმედებს სამყაროში. ანუ ჩვენ ხედავთ ღმერთს მის მოქმედებაში, ანუ გამოვლენებაში. და ამიტომ სახარების აი ამას ყველაფერს სწავლობს ადამიანი და იცის რისის სწამს, ამ შეუძლებელია. და კარგიც იყო და მნიშვნელოვანიც არის, როდესაც დასრულდა საკში ინათლება, რომ გაიაზროს ჯერ რატომ უნდა მოინათლოს და მერე მოინათლოს და ეს რო ხდებოდა პირველ საუკუნეებში, ეხაც ხდება მეტნაკლებად, ხო? აი ასეთი მონათლული ადამიანი უკვე ეკლესიიდან აღარ მიდის, რაღაცებზე აღარ ბრკოლდება, იმიტომ რომ მან იცის რას ემსახურება და დაუშვათ სასულიერო პირი თუ არ მოეწონა, მასში რაღაცა ამის გამო ეკლესიას არ ტოვებს, ხო? ამიტომ გააზრებლად იცის ის რატო დადის ეკლესიაში და რატო ემსახურება. ესეც მნიშვნელოვანი არის, მე ვფიქრობ, აღნიშნოთ, რომ ხშირად ინათლებიან ან ნათლავთ ბავშვებს მაგალითად და არც ნათლი არ არის ეკლესიური, არც მშობელია და იზრდება ბავშვი არაეკლესიურ გარემოში შემდეგ და რო იზრდება თელ ცხოვრებაში 1000 გვარ ცოდვებს ჩადის და მერე მოდის ეკლესიაში თუ მოვიდა ძალიან კარგია დასრულდა საკში და იწყებს თავიდან ფაქტობრივად ქრისტიანულ ცხოვრებას და აი ესე არ იყო პირველ საუკუნეებშიც, როდესაც დასრული ნათლებოდა, გადიოდა კატეხიზაციას, მომზადებულიყო და როდესაც ბავშვი ნათლებოდა, ნათლია იყო მაშინ ამ შემთხვევაში ეკლესიური და მშობელი და ესეთი არსი ნათლის შერჩევს ეს არის, სხვა თემაზე გადავიდეთ ახლა, მაგრამ ეს და მოგიორგი, აი ეხლა კარგი რამ აღნიშნეთ თქვენ, აი ადამიანთა რკოლდება იმის გამო, რომ გუდელიც ვთქვათ, მაგას აი კვირას ჩვენ ვიძახეთ, რომ არის ეკლესიის დაარსების დღე. მათ ვინც თulis რომ დაუშვათ თulis გადაცნობის გამო ან იქ რაღაც ვიღაცის ვთქვათ მოქცევის გამო ეკლესიის არ უნდა სიარული. აი კვირას ეს დღეა, რომ ნათელი მაგალითად რომ ეკლესია არ არის ღვთელის, ეკლესია არ არის სტიქაროსნის, მედავითნის, გალობლის, ეკლესია არის ღვთის მისტიკური სხეული, ღვთის დაარსებული სულიწმინდის მადლით. ეს არის ეკლესია. ამიტომ გვინდა ეკლესიაში სიარული. ამისთვის დაარსდა ეკლესია, რომელიც არის ცხონების ერთ-ერთი გზა ეკლესიურობის გარეშე შეუვლია ეკლესიის გარეშე და საიდუმლოა რაც ვილაპარაკეთ, თორედ ეკლესიაში აღესრულება და ალბათ ამაზეც გამოხულოთ ყურადღება ეს დღე მოდის კვირას, ხო? ამაზე დიდწილად მნიშვნელოვანია საუბარი ეკლესიის არსი რა არის. რისაც დაარსდა ეკლესია ეს 50-51 დღე, რომელზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ. საუდელო მსახურება, მოდი ასე ვთქვათ, ამ მდლობარაში ნიშნავს ეს რომ გავმართოთ, უკვე ჩვენ ეკლესიის არსსაც გავიგებთ. მდლობა არის თვითონ მდელმოქმედება, ანუ ღმერთმოქმედება, ანუ ღმერთი არის თავად მღვდელი. ჭეშმარიტი მღვდელი არის ღმერთი, ანუ სხვებს შემწირველი, რომ ქრისტე შეეწირა კაცობრიობას და მადლია ჩვენ მოსახარებაში გვაცემს სარამ სულთმოფენობა იქნებოდა, მანამდე ორგზის ეუბნება მოციქულებს, რომ მიიღეთ სულიწმინდა და შებერავს მათ, ანუ საკუთარ მადლს, ანუ საღვთო მადლს გადაცემს მოციქულები ახდენენ სასწაულებს. ამათ თავისი პიროვნული ღირსებიდან გამომდინარე კი არა. ღვთის მადლით ახდენენ სასწაულებს. შემდეგ სულიწმინდის მადლი რო გადმოდის მათზე, არსდება ახალი აღთქმის ეკლესია, მოციქულები, ვისაც წაუკითხო საქმე მოციქულთა, იწყებენ ენებზე საუბარს. მომენტალურად ეს რამდენიმე ათასი მოქცევს. ეს არის სულიწმინდის ნიჭი. რატომ? იმიტომ რომ მთელი სამყარო მოაქციონ ღვთის ეკლესიაში. ამას რა თქმა უნდა კავშირში აქვს ღვთის განკაცებასთან, ჯვარცმასთან, აღდგომასთან, ბუნების გამოხსნასთან და მე სულთმოფენობასთან, ჩვენ პიროვნულ განხრთობასთან, მიახლებასთან ღმერთ და სამღვდელო მადლი, რომელიც გადაეცათ მოციქულებს, ეს უნდა მოქმედებულიყო და მოქმედებს საიდუმლოებებში, ანუ იმ წირვის მაგალითად წირვაში და ასე შემდეგ ნათლისღებაში და ასე შემდეგ, რაც აღესრულება ეკლესიაში. ანუ ეს საიდუმლოები აღესრულება არა ადამიანთა მიერ, ასე ვთქვათ, ადამიანთა მიერ აღესრულება, მაგრამ არა მათი შესაძლებლობა ჩვენი, ანუ ღმრთების მადმოსილების გამო, რომ ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, კარგი ადამიანები, ამიტომ კი არ ნათლავთ და ნათლავს ღმერთი, ხო, ამ მოქმედება, როგორც თქვენ ახსენეთ.
აღესრულება ნებისმიერი საიმედო ღვთისმადლით. ამიტომ ამას როცა აცნობიერებს, რომ მოციქულებს რო გადაეცეთ, მოციქულებმა მე აკურთხეს შემდეგი თაობა და ხელდასხმით პირველ საუკუნეში ხილული სახითაც გადადიოდა მათზე მადლი. როცა ნათლავდნენ ხილულად ხედავდნენ, რომ სულიწმინდის მადლი გადმოვიდა მათზე, როგორც სულთმოფენობის დროს ნახეს, რომ ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა მადლი, ასევე ხედავდნენ ამის მსგავსად პირველად რო ინათლებოდნენ ადამიანები პირველ საუკუნეში ხედავდნენ, რომ მათზე მადლი გადადიოდა, როდესაც ხელს დაადებდა მოციქული, ანუ სამღვდელო მსახური. პირველი მღვდლები არიან მოციქულები. და მოციქულებმა ეს მადლი ხელდასხმის, ანუ მღვდლობის გადასცეს, სადაც გადაგებდნენ, იქ დაადგინეს ეპისკოპოსები, მღვდლები. გადასცეს ეს მადლი და ეს მადლი მოქმედებს აი ჯაჭვის სახით მოედინება დღევანდელ დღემდე და მოქმედებს ეკლესიაში. ამიტომ მივდივართ ჩვენ წირვაზე და ამას როცა ვაცნობიერებთ, უკვე ჩვენ მღვდლის პიროვნულ ნაკლოებს ან დადებით თვისებებს იმდენად კი არ ვახსენებთ ყურადღებას, რომ ამის გამო მივიდე წირვაზე თუ არ მივიდე, რომ ნებისმიერი მღვდლის თუ ის განკვეთილი არ არის, ესე რომ მის მიერ აღსრულებული წირვა, წირვის დროს პური და ღვინო გარდაიქცევა სისხლად და ხორცად. იმიტომ კი არა რომ ის არის კაი ადამიანი, მე ვარ კარგი ადამიანი, იმიტომ რომ ღმერთი გარდააქცევს მას. ის მადლი აკეთებს. და თუ ის არ იქნებოდა სამღვდელო მსახური, ანუ ეს მადლი მასზე გადასული, თორე იგივე სიტყვები რო წაიკითხოს ადამიანმა სახში აბსოლუტურად კონტაქტი დაიჭიროს და წირვა ჩაახტაროს, ასე ვთქვათ, ხო, ჭყალებში. არანაირი გარდაარსება არ მოხდება, ხო? ანუ აქ სიტყვებზე კი არა მარტო დამოკიდებული იმ მადლის მოქმედებაზე, რომელიც ეკლესიაში არსებობს. და ღმერთი ეკლესიას არ დაარსებდა ადამიანისთვის, რომ ეს საჭირო არ იყოს. ანუ ადამიანის ცხონებისათვის თვითონ ადამიანს ამის ძალმოსილება არ აქვს, რომ თვითონ გაცხონდეს, თვითონ განიხვდეს. სინერგია უნდა მოხდეს. ამიტომ დაარსა ეკლესია, ანუ ნების თანხვედრა დაარსა ეკლესია და ღვთის მადლი მოდის ჩვენზე ეს ყველა. თაზაკში მიდიხარ შენი სულის გადასარჩენად. ამას რო იაზრებ, რომ ღმერთი შენთვის ჯვარს ეცვა და ამით გადარჩი შენ და მე შენ მადლი მოგცა, მე 51 დღეს გადმოსცა ეკლესიას და ეს მადლი შეიძლება შენ ეკლესიაში აღივსო და მიიღო ეს მადლი და ამით განიხვდო. მე უკვე ხვდები რომ და შენთვის აღნიშნე პირადად შენთვის აი ეს ამის გააზრებაც ალბათ მნიშვნელოვანია, მამა გიორგი, რომ ამ რამდენიმე მილიარდ ადამიანში რომელიც ეხლა არის და მილიარდობით რომელი იყო და შეწენოდ იქნება პირადად ჩემთვის განკაცდა ჯვარსეცვას სისხლი დაღვარა და სულიწმინდეს პირადად ჩემთვის პირადად მე ერთის მე როწყობ დიახ და არაზოგადად და აი როცა ჩვენ ვიტყვით რომ მე არ მჭირდება ეკლესია მე მაშინ ამ კრებულისგან თავს ჩემითვე განვაყენებ დიახ ჩემითვე ვიძახი რომ მე არ მინდა მაშინ და აი სახარების მნიშვნელობაზე სახარებაში რა თქმა უნდა თქვენ აღნიშნეთ რომ ბუნებრივია შერჩეული სპეციალურად ეს წყარო სულიწმინდის მადლის შემთხვევაში ესეც პირდაპირ კავშირშია იმასთან როგორი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ბევრი ალბათ იძახის რომ მე ჩემთვის ლოცულობ მე ჩემთვის ვარ არ მჭირდება ეკლესია და მოდელი მაშინ პირდაპირ ვწდებით იმას რადგან ჩვენ კვირას მოვისმენთ და აღნიშნოთ რა თქმა უნდა თუ არ თქმა უნდა არსებობს ახლა განდეგილი მოღვაწეობა როდესაც არა მე გულისხმობს კეთებს მე გულისხმობს აეროხოლს რომელიც არ გამჭირდება მე ეკლესიას სულისხმობ მე მაქვს პირდაპირ კავშირი ღმერთთან ანუ აქ ისევ და ისევ მივდივართ იმაზე რასაც ვისაუბრეთ გაუაზრებლობასთან დაკავშირებით რომ არ ვიცით რაზე ვლაპარაკობთ აი არის ესე ვთქვათ აღმოსავლურ ესე ვთქვათ ფილოსოფიებში რელიგიური ფილოსოფიაში და კრიშნა და ასე შემდეგ ისე ნაგობი რომ ადამიანს არ ჭირდება რაღაცა გარეშე მადლი ის მასში თვითონ არის და ის მას შეუძლია ესე განიხვდოს მაგრამ მათში ღმერთი პიროვნებას ზე საუბარი საერთოდ არ არის ანუ ამის გააზრება იქ არ არის ასე ვთქვათ არც ბუდიზმში არ არის ღმერთი პიროვნებაზე საუბარი და ასე შემდეგ ამაზე რატო საუბრობთ დღეს ძალიან პოპულარული არის და ისმება მე ამ იდეოლოგიების მიმდევარი ადამიანების მხრიდან ისმება კითხვები რომ აი რაში მჭირდება და თუ რაღაც რწმენა მისთვის არის ასე გაყენებული ისეთი რაც უფრო ისიც რომ მათ გწამს და ასე შემდეგ და თუ არ ნახე აი ისევ და ისევ უბრუნდებით იმას რომ ჩვენ ღმერთს რა თქმა უნდა ჩვენი თვალით სრულად ღვთის არსებას ვერ შევიმეცნებთ მაგრამ ღვთის მოქმედებას შევიმეცნებთ და ღვთის მოქმედებას როცა შევიმეცნებ ანუ ამ მადლს განიცდის ადამიანი მე ხვდება რომ ღმერთი ჭირდება სწორედ და ის ნატარება ჭირდება მაგრამ რომ ასე ვთქვათ განიცადოს განხრთობა და ღვთის გარდა იმისა რომ ტაძარში უნდა ვიაროთ და ვესწროთ ღვთისმსახურებას ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ის ერთობა რომელიც სუფევს ტაძარში ესეც განმარტოთ თუ რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი რომ არა განყენებულები ვიყოთ არა თქვათ ერთად აღვავლინოთ უფლისადებელი ლოცვები და მოვისმინოთ თითოეული სულთმოფენობის დღესასწაულზეც ამის მინიშნება არის და ერთ-ერთი მამა ეფრემ ასური განმარტავს იხსენებს ძველ ამბავს ანუ ბაბილონის გოდოლს როდესაც ამ პარტავნებით იყო ეს გოდოლი ნაშენობა და ღმერთი რო აღარ ჭირდება ადამიანს აი ესეთი мотиваცია იყო და ამიტომ ღმერთმა განაბნია და ენები მაშინ ხდება ენების დაყოფა და ხალხის გაბნევა და სულთმოფენობის დროს კი ენებზე ამეტყველება რომ ყველა ადამიანი შეერთდეს ერთ ეკლესიაში ქრისტეს სხეულში, იმიტომ რომ ღმერთი ყველა ადამიანისთვის სათითაოდ განკაცდა
კი მისი გამოხსნა, ჯვარცმა ეხება ზოგადად ბუნების გამოხსნას ადამიანს, მაგრამ ყველასთვის განკაცდა და სულთმოფენობა ამით განსხვავდება კიდევ აღდგომის დღესასწაულის გარდა სულთმოფენობა და სულიწმიდის გადმოსვლა ადამიანზე გულისხმობს ჩვენ პიროვნულ ნებელობას, რომ ჩვენ პიროვნულად განვიხვრდათ უკვე. ზოგადად ეს ცნებაც პიროვნებაც ქრისტიანობამ შემოიტანა ისეთი ახალი გაგებით, როგორც არც ერთ ფილოსოფიაში არ არსებობდა და არც როგორც ინდივიდი და ასე თქვათ ინდივიდის პიროვნების სინონიმია არსებობს, მაგრამ აი ესეთი გაგებით, როგორც ქრისტიანობაში არის პიროვნება, არცად არ არის, არც ერთ ფილოსოფიაში არ არის და არც ერთ რელიგიაში არ არის. ქრისტიანობა მოიტანა ესეთი გაგება, რომ ღმერთიც პიროვნება და შენც პიროვნება ხარ და შენი ხატება ხატება შენში, ანუ ღვთის ხატება არის ის, რომ შენ პიროვნება ხარ, ერთ-ერთი ხატება ეს არის, რომ შენ პიროვნება და არჩევნებითის უფლება გაქვს და მოაზროვნება გაქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ კვირას ძალიან დიდი დღესასწაულია, სულთმოფენობა 50-მეათე დღე, სულიწმინდის მოფენა, ეკლესიის დაარსების დღე და ცხადია, სწორედ ამ დღის მნიშვნელობაზე, სახარებაზე, რომელიც კვირას დაიკითხება, გვესაუბრებოდა ჩვენი სტუმარი, დედუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ხანთაძე და ლოცვის დრო ახლა. ერთად მოვისმინეთ ლოცვა დაგებრუნდებით რამდენიმე წუთში. ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აგთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული
გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. გრძელდება ერთსოლოდნების დილა, დაგებრუნდით სტუმართან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხით, როგორიც არის ემიგრაცია და ემიგრანტების ფსიქოემოციური მდგომარეობა და რა თქმა უნდა, ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ფსიქოლოგი ქალბატონი მედია გილდიაშვილი. დილამშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში საკმაოდ ბევრი ემიგრანტი გვყავს და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ამ საკითხზე საუბარი როგორც მათთვის ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის თუ როგორი არის მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა როგორ უნდა აღვიქვათ ეს ყველაფერი რომ მათთვის უფრო გაადვილდეს ემიგრაციაში ყოფნა და ჩვენთვისაც ვინც თქვათ მათგან შორს ვართ კი ბატონო, მადლობა მნიშვნელოვანი თემისთვის. ემიგრაცია მრავალ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ადამიანები, რომლებიც სხვაგან საცხოვრებლად მიდიან, არ ტოვებენ მხოლოდ ფიზიკურ სივრცეს, ისინი ტოვებენ ურთიერთობებს, ხშირ შემთხვევაში სოციალურ როლებს, ემშვიდობებიან ან დისტანცირდებიან ამ როლებისგან. და ეს ფიზიკური სივრცეც არ არის მხოლოდ ეს ფიზიკური სივრცე, ხო? ეს არის მათთვის უსაფრთხოების, საიმედოობის, რაღაცა საყრდენის ნაწილი და ის რაც მათ მოგონებას, მათ განვლილ ცხოვრებას უყრის თავს. ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერთან დისტანცირება ახალ გამოწვევას, ამოცანას აღმოაცენებს, ხო, რაც გულისხმობს ახლიდან ვიპოვა ჩემი მე. ხშირად ეგზისტენციალური კრიზისიც მოდის, რაც შემდეგი კითხვების გაჩენას გულისხმობს, ვინ ვარ, რამდენად ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო, რა შესაძლებლობები მაქვს და როგორ შემიძლია ამ შესაძლებლობების გამოყენება. ანუ თავიდან აღმოვაჩინო ჩემი მე, თავიდან აღმოვაჩინო საკუთარი თავი, რაც არ არის მარტივი. რა თქმა უნდა და თავისთავად მე უკვე გარკვეულ თვისებებს ავლენ, რაც მანამდე შეიძლება არ გქონდა, როდესაც იმ გარემოში იყავი, რასაც მშობლიური გარემო ჰქვია ხოლმე და თავისთავად გიწევს უკვე გარკვეულწილად როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოემოციურად იმ სირთულეებთან გამკლავება, რომელიც უკვე მარტო პირისპირ შენ გვხვდება და შენ უნდა გადალახო ეს ყველაფერი. როგორი რჩევები შეიძლება მივცეთ მათ, რომ ეს ყველაფერი დააბალანსონ და არ იყოს შემდგომ უკვე ფსიქოემოციური აშლილობები, ასე ვთქვათ. და დეპრესია. დიახ.
ნამდვილად რთულია ეს ახალი მესაღმოჩენა. ზოგადად ემიგრაცია მაკროტრაუმულ გამოცდილებების ნუსხაში გადის. იმიტომ რომ აღარაფერი აღარ არის ისე და აღარ იქნება ისე როგორც გუშინ იყო. ყველაფერი ახალია, მათ შორის ჩემ თავთან უამრავ ახალ ნიშანთვისებას თუ მახასიათებელს ხვდები, რომელიც აქამდე შესაძლებელია არ ვიცოდი რომ მქონდა ამასთან აქამდე კონტაქტში არ ყოფილვარ. ანუ საკუთარ თავთან ხელახალი კონტაქტის დამყარებაც მიწევს, საკუთარი თავის გაცნობა და რესურსების რადიკალური განახლება მნიშვნელოვანია იმისთვის რომ ამდენ სიახლეს მოერგოს და ადაპტირდეს ადამიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ გარკვეულ მხარდამჭერ ფაქტორებზე, როგორც თვით მხარდამჭერ, ასევე გარემო და გარემოში არსებულ მხარდამჭერ ფაქტორებზე, რაც შედარებით ადვილებს და ადაპტირებას მიზანმიმართულს ხდის. პირველი რაც არის, შესაძლებელია ეს წინასწარაც დაიწყოს ადამიანმა, ხო? წინასწარ ინფორმაციის მოძიება, იმ კულტურის, იმ მახასიათებლების შესახებ, რომელსაც ის შეხვდება, ეს აჩენს მეტ მიმღებლობას და მეტ ემპათიას, თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენგან განსხვავებულ მახასიათებლებს და ურთიერთობის განსხვავებულ სტილს ატარებენ და ამით ურთიერთობენ, ხო? ამასთანავე უწყვეტი კონტაქტი საკუთარ იდენტობასთან, საკუთარ კულტურასთან, რაც შესაძლებელია შენარჩუნდეს იმ მნიშვნელოვანი დღეების შეძლების დაგვარად აღნიშნვით, იქ იმ მიკრო გარემოს მოძიებისთვის, რომლებსაც გვაკავშირებს საერთო კულტურა, საერთო გამოცდილებები და ამან არ მოახდინოს დისტანცირება იმ ძალიან ახლობელ რაღაცასთან, რაც გულისხმობს კულტურა და იდენტობა. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა მოიძიოს ურთიერთობები, სხვები, რომლებმაც იგივე გამოცდილება გაიარესან, გადიან. ეს ინფორმაციული თვალსაზრისი ძალიან დაეხმარება და განჩნდება, გაცდა რომ მე მარტო არა ვარ. ამასთანავე ძალიან ხშირად არის ხოლმე ეს გამოწვევა ურთიერთობები, როდესაც გადადის დისტანცირებულ მოცემულობაზე, რომ ადამიანი წყვეტს რეალურად გამოხატოს თავისი აუთენტური მე, თავისი განცდები, რომელიც ხშირ შემთხვევაში მტკივნეულია და ბუნებრივიც არის, რომ ასეა. ამ განცდებს და ემოციებს ხშირად მალავს, შეიძლება ეს იყოს ოჯახის წევრების ემოციური მოფრთხილების მიზნით, თუმცა შესაძლებელია დროთა განმავლობაში ადამიანმა აღმოაჩინოს, რომ მარტო ვარ და ჩემი არავის არ ესმის, იმიტომ რომ ის არ გამოხატავს ამას და არავინ არის, ვინც ამის კონტეინირებას მოახდეს და დაიტევს, ხო? ესეც მნიშვნელოვანია. ოჯახის წევრების მხრიდან როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ასეთ დროს, თქვათ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც ემიგრაციაში ადამიანი თავისთავად მას ნოსტალგია აქვს და პირველი პერიოდი განსაკუთრებით რთული არის ხოლმე, ხო? და კიდევ თქვათ ოჯახის წევრების მხრიდან დამატება იმის, რომ სენტიმენტების და როგორ მენატრები და რაშრები და კონკრეტულად ყოველწუთიერი ეს მოგონებები და ასე შემდეგ, ანუ რამდენად საჭირო არის მით უმეტესად ეს პირველ პერიოდში, ვთქვათ, ეს პირიქით ხომ არ არის შემაფერხებელი და უფრო მეტად ხომ არ ვთრმუნავთ ამით, როგორ უნდა მოიქცეს ოჯახის წევრი ასეთ შემთხვევაში. გულწრფელი და ემოციური კომუნიკაცია ორივე მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე ვიცნობდეთ ჩვენს ნამდვილ განცდებს, ჩვენს ნამდვილ ემოციებს და არ დავუმალოთ ეს, იმიტომ რომ ერთმანეთის მიმართ დისტანცირება არ წამოვიდეს. ხო, ხშირ შემთხვევაში არის, რომ ორივე მხარე ერთმანეთს უფრთხილდება, თავის რეალურ განცდებს და ემოციებს არ გამოხატავს და ეს იწვევს შემდგომ გაუცხოებას, როდესაც არ ვიცით მეორე ადამიანი გარკვეული ხნის განმავლობაში რას ატარებს, რა განცდებს ატარებს, რა რეალობაა მის შიგნით. ამიტომ ეს არის ძალიან მხარდამჭერი, რაც არ უნდა რთული იყოს ეს განცდები, ემოციები, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში პლუს ნიშნით დამოხტულ განცდებს თუ მინუს ნიშნით დამოხტულ განცდებს, ის რაც აუთენტურია და რეალურია, ამის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარტო არ ვარ, ეს განცდა არ გაჩნდეს. მედია, მე ხშირად მიწევს მოგზაურობა და მათ შორის უმეტეს შემთხვევაში მიწევს შეხვედრა ემიგრაციასთან, სამრევლოებთან. ერთი აქედან რა ჩანს ხოლმე, რამდენიც არ უნდა ვლაპარაკო და მეორე ეს რეალური მოცემულობა რაც იქ არის. უმეტეს შემთხვევაში აი მართლა კატორღული შრომა უწევს და ეს შრომა არ არის ყოველთვის ასე ამბობ. ესე არ არისო ჩადის ადამიანი რაც უნდა იქ იმუშაოს და იმის გამო რომ არჩინო რისკს არავინ არ მიდის ხა იქ გასართობად მიდის იმიტომ რომ მართლა იშრომოს რომ არჩინოს აქ შვილი მეუღლე მშობელი და უმეტეს შემთხვევაში ხდება ქალბატონები მამაკაცები რომ აი მართლა გადადებული აქვს ხოლმე თავის თავი აი გადადებული სრულიად თავის თავი იმიტომ რომ მართლა ამოწურონ მაქსიმალური რომ ეს შემოსავალი გამოგზავნონ ოჯახის წევრებს. აქვე მინდა აი ესეც რომ უთხრათ მათ რომ რამდენად შეიძლება რომ დაზოგონ ხოლმე, იმიტომ რომ ხედა გამიათენებენ, რამდენიმე სამსახურში მიდიან, ეხლა მე ვიცი მათ შორის
ქვეყანაში ვიყავი, რომ ერთი ახალგაზრდა ქალბატონი გავიცანი, რომელიც დილას გება არის გათენებული არ არის, რამდენიმე სამსახური მოასწროს, მე შუაღამეს მიდის და ნუ გამოფიტულია უკვე ის. მესმის მისი რაღაცა ის შემართება, რომ ფაქტობრივად ის შვილის ოჯახის აკეთებს, მაგრამ ესეც რომ შეიძლება თავის დაზოგვა იყოს საჭირო, რომ თავისი თავი თუ გაინადგურა, იგივე ეს ვეღარ დაემახმარება. ხო, კიდე ერთხელ ძახიდან ლაპარაკი ადვილია, ადგილზე როცა შევხვდებით ამას, ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან და არავის არ იგონოს ეხლა აქ ვინც არის, რომ ეხლა მე წავალ და უცებ ფეხ-ფეხს გადავადებ და რა კარგია ევროპა და ამერიკა. მე ამერიკაში თუ ვიყავი და ამერიკაში ნახე რა სიტუაცია, ძალიან მძიმე სიტუაცია და ჩემი პატევისება ასე მაგად გაიზარდა მათ მერტ ვინც ემიგრაციაში მიდის, რომ არ არჩინოს თავის ოჯახის წევრები. დიახ. ნამდვილად მადლობა ამ აქცენტისთვის, იმიტომ რომ რეალური ისტორიები გაცილებით სხვა შინაარსებს ატარებს და გეთანხმებით, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარეც მაქვს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში თვეში ის ერთი უქმე დღეც კი ენანებად საკუთარი თავისთვის. ენანებად საკუთარი თავისთვის. თითქოს თქვენ თითქოს აი დამნაშავე ვეძნობ თავს, რომ მე ხა დავისვენო. ვერ იმეტებენ, რომ ის ერთი დღე გატარონ ისე როგორც მათ სურთ, დაიკმაყოფილონ სურვილები, ხშირ შემთხვევაში დიდი ხნის მოთხოვნილებები, გაისეირნონ საკუთარი თავი, გაახარონ რაღაცის შეძენით, მაგალითად რაღაც ახალი მოინახულონ, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ ესეც გარკვეულ რესურსებთან არის დაკავშირებული, მათ იმდენად აქვთ ხშირად აქცენტი გაცემაზე, რაც ბუნებრივია არის ის მოტივი, რის გამოც მიდიან, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ავიწყდებათ ხოლმე საკუთარი საჭიროებები და ის რომ მათაც სჭირდებათ რაღაც მიღება თუნდაც საკუთარი თავისგან და იქ მართლაც საკუთარ თავს თუ არ მიანიჭე გარკვეული სიამოვნება, იშვიათად რომ ვინმე იყოს, ვინც შენზე ამგვარად იზრუნებს, ხო? ამიტომ ყოველთვის მაქვს ხოლმე ამაზე აქცენტი სამუშაო მიმართულებითაც, რომ მნიშვნელოვანია რაღაც რასაც ჩემი თავისთვის გავაკეთებ და ეს პრეცედენტები, როდესაც იწყება, შეიძლება ეს იყოს თავიდან მინიმალური. ჩემები რომ მივცეთ თუ შესაძლებელი არის ახლა მათ ვინც ემიგრაციაში იმყოფება, რომ როგორ არ უნდა დაკარგონ ის რაღაც, რაც მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ფსიქოემოციური მდგომარეობისთვის, რომ იყვნენ მხნედ, ასე ვთქვათ, და არა ისე გამოფიტულები. დიახ. განმეორდები იმას, რომ არ შეწყვიტონ კონტაქტების ძიება და თავიანთი კონტაქტების შენარჩუნება ჯანსაღი რომ იყოს ეს კონტაქტი კვლავ ამ გამოწვევის შემდეგაც მნიშვნელოვანია აუთენტურობა და თვით გამოხატვა. მნიშვნელოვანია მაქსიმალური საუბარი საკუთარ განცდებზე, საკუთარ კითხვების გაჟღერება, მაგალითად დახმარების მოძიება, რომ ადამიანი არ დარჩეს ამ ყველაფერთან მარტო და მისცეს თავის თავისუფლება გამოხატოს, თქვა თუნდაც ინიციატივა დახმარების მიღების. მნიშვნელოვანია თუნდაც შეადგინოს დღის გეგმა და იმ დღის გეგმაში რაღაც თუნდაც ძალიან მცირე იყოს საკუთარი თავისთვის. რაღაც ეს შეიძლება იყოს უბრალოდ დასვენება, უბრალოდ გასეირნება 15 წუთით, რაღაცის წაკითხვა, არ ვიცი, რაც შენსაც ძალიან გაახლოვებს და გახსენებს, ხო? რაღაც რაც მეს არ დამაკარგვინებს. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა ის ადამიანი დააკვირდეს თავის ფსიქოემოციურ მდგომარეობას და სახელდება გაუკეთოს თავის ემოციებს და განცდებს, რომ ვიცონობდე ჩემში რა ხდება, რაც არ უნდა ეს რთული იყოს, მქონდეს ამასთან კონტაქტი და რა თქმა უნდა, თუ ეს მდგომარეობა იმდენად რთულდება, რომ აქ უკვე ფსიქოსომატიკა ერთობა და დღის განმავლობაში ფუნქციონირება ძალიან შეზღუდული ხდება ადამიანისთვის, მიმართოს თუნდაც ფსიქოემოციურ მხარდაჭერა სპეციალისტს. რა მათთვისაც ძალიან რთულია ხოლმე, როდესაც რაღაც გარკვეული დღესასწაულებია, ვთქვათ, ან ვინმეს ქორწილია ოჯახი, შვილის მით უმეტეს ხომ, ან თუნდაც ხა სამწუხარო უნდა აღნიშნოთ, რომ გარდაცვალებაც ისე ხდება ხოლმე და დასაფლავება ოჯახის წევრის, რომ ვერ ახერხებენ ფიზიკურად ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, კი და ესეც მათთვის რთული გადასატანი არის და რთული აღსაქმელი თავისთავად. აი ამ კუთხითაც რომ ვუთხრათ და რჩევები მივცეთ ჩვენს მაყურებლებს, ვისაც ემიგრაციაში ჰყავს ოჯახის წევრები და მათაც ვინც ემიგრაციაში იმყოფებიან, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ დროს. ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ არის ძალიან სასიხარულო და სირთულეებს მოიცავს, აი აქ ხდება ხოლმე დისტანცირება, რატომღაც ორივე მხარე იკეტება საკუთარ თავში და ერთმანეთის მოფრთხილების და არ დამძიმების მიზნით აღარ ხდება გაცვლა იმ რეალობის, რასაც ერთიც განიცდის და მეორეც განიცდის. ამ შემთხვევაში ის ეკოლოგიური რჩევა, რაც შეიძლება იყოს გაცემული, სწორედ ეს არის, რომ ჩემი რეალობა გამოვიტანო და მზაობაში ვიყო, მეორის რეალობაც მივიღო. ეს არის მხარდაჭერა. რეალურად ეს არის მხარდაჭერა, ისი გაცემაც და მიღებაც შეგვიძლია. და აუცილებლად უნდა ვახსენოთ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ემიგრაციებზე,
ჩვენი პატრიარქის დიდი ზრუნვა და ჩვენი ეკლესიის სწორედ ამის გამო დაარსდა ეს სამრევლოები, რომელიც არის ევროპაში, ამერიკაში ბევრგან და მე როგორც თქვი მაგ ხოლმე შეხება და აი ესეც თქვენი პროფესიონალური გამომდინარე აღნიშნოთ რამდენად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თითქოს ეს არის ხოლმე შეიძლება კვირაში ერთი დღე იყოს, ორი დღე როცა ხდება გაერთიანება სამრევლოებთან, როცა მიდიან ერთმანეთს ნახულობენ, ცხადიან ღვთისმსახურებაში ჩართულები არიან, გწვლიან ემოციებს და ბევრ მათგან სამრევლოების წინამძღვრების დიდი პატივისცემით აღნიშნოთ და არსებული საკვირაო სკოლები, ანსამბლები, თეატრალური დასები, სადაც რაღაცა იცვლიან ამ ემოციას იგივე რა თქვენ თქვით თავის რაღაცა სიამოვნებას იღებენ და ესეთი შეხვედრება, ესეთი გაერთიანება, აი ამ რაღაც ერთი ამბის მიმართ რამდენად ეხმარებათ აი ამ პრობლემების გადალახვაში. დიახ, ნამდვილად ეს არის შესაძლებლობა, რომ ვიყო ახლოს ჩემს მესთან, ჩემს იდენტობასთან, ჩემს ფესვებთან, ჩემს კულტურასთან და იმ მახასიათებლებთან, რომლებთანაც ყოველდღიურად ყისიერად მქონდა შეხება. და ეს არის ის, რაც არ მაგრძნობინებს თავს მარტო ადამიანები, რომელთა მხარდაჭერის იმედით შეიძლება მქონდეს და განცდა, რომ აქ არიან ისინი, ვისთანაც შემიძლია მე თუნდაც რაღაც გავაჟღერო, რაღაც გავაზიარო. არიან ადამიანები, რომლებიც მომისმენენ მეც პროდუქტიული შემიძლია ვიყო ამ ხრივ და მოусმინო ვიღაცას და ელემენტარულად ამით გაუწიო მხარდაჭერა. სხვადასხვა აი ახლა დავაანონსებ, კარგი საშუალებაა. აი ამ ყველაფერს დაიჭიროს დავუბრუნდეთ საუკეთესო გამოხატულება იქნება რომში დაფუძნდა რომლის სამრევლოსთან არსებული მოყვარული თეატრალური დასი. მარგალიტები ასე ქვია, რომლებიც 29 იუნის წარმოადგენენ სპექტაკლს, ვინც არის რომში ან იქნება ამ დროს აუცილებლად ყოველს ურჩევა ნახოს და აი ეს მოყვარული ადამიანი სხვა პროფესიის აბსოლუტურად სამოყვარულო სპექტაკლს გამო ალბათ ლატარია არაჩვეულებრივი ხელოვანი, რომელიც დღეს ემიგრაციაშია, ჩაუდგა სათავეში, მამა იოანე რომის სამრევლოს წინამძღვარი, რომელიც ესე იგი ხელმძღვანელობს და მისი კურთხევით და მეუფე აბრაამის კურთხევით და აი ესე გაერთიანდნენ და ესეთი რაღაც ღონისძიებები, ესეთი შეხვედრები ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, მათი შემდგომი ცხოვრებისთვის, მათი პროდუქტიულობისთვის, აი ემოციური ფონისთვის ალბათ. დიახ, და ერთგვარი მზრუნველობაც არის მათზე. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ საუბრისთვის და ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი პატივისცემით მოვიკითხოთ ყველას, ვინც დროებით ცხოვრობს სხვა ქვეყნებში, ჩვენი ქვეყნიდან შორს. მე ვიცი მათი ტკივილი, მათი მონატრება, მათი ნოსტალგია და ყველას უსურვებ მალე დაბრუნება სამშობლოში და ოჯახებში. ფსიქოლოგი მედია გელდიაშვილი გვესაუბრებოდა და ვაგრძელებთ გადაცემას. საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში მეცნიერებით შეხვედრები გრძელდება. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანი ამჯერად სასკოლო ლიგის წევრებს შეხვდა და მღვდელმთავარი ახალგაზრდებს აქტუალურ საკითხებზე ესაუბრება და ხუთ სიუჟეტი და შეგვიძლია დაკითხულებით კვლავ გადაცემის სტუმართან ერთად. რა არის თავისუფლება? სწორედ ეს გახლავთ თემა, რომელზეც საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე სასკოლო ლიგის წევრებს შეხვდა. მღვდელმთავარმა შემეცნებითი ლექცია ჩაატარა და თავისუფლების მცნების შესახებ მოზარდების აზრი მოისმინა. არის თავისუფლება. დღეს მრავალი სხვადასხვა აზრი არსებობს და რა თქმა უნდა ჭეშმარიტების ამსახველი აზრიც არსებობს, რომელიც სახარებაშია. და ამიტომ ჩვენ ამ საკითხთან უნდა ვისაუბროთ ახალგაზრდებთან ერთად, რაც თავარია უნდა ვისაუბროთ შინაარსობრივად და მნიშვნელოვან საკითხზე და ეს არის ყველაზე კარგი, რომ აი ასეთ შეხვედრები როცა შედგება ხოლმე, შინაარსობრივი საუბარი ძალიან ბევრს აძლევს ახალგაზრდობასაც და ჩვენც ყველა ვიზდებით ერთმანეთთან ურთიერთობაში. ეს არის სპორტულად ასე ვთქვათ განვითარებული ახალგაზრდები, რომლებიც ესე სასკოლო სპორტულ ლიგას წარმოადგენენ და რა თქმა უნდა მათ სულიერი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. სასკოლო ლიგა გახლავთ საკმაოდ მასშტაბური პროექტი, რომელშიც წელს 20,000-მდე მოზარდი იქნება ჩართული. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფებით, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს და სამების ახალგაზრდულ ცენტრს. ეს ნამდვილად ძალიან რომ მოგცეს უფლება დღეს მოვიდეთ და მოვისმინოთ ლექცია მეუფისაგან.
ვფიქრობ, ჩვენი მომავალი თაობის სულიერ აღზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ჩვენი მხრივ, ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ და უფრო ვისურვებთ და მზადყოფნას გამოვთქვათ, რომ მომავალში გაგრძელდეს მსგავსი შეხვედრები, როგორც თბილისში, ისევე რეგიონებში. სასკოლო ლიგა 2019 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობასა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სასკოლო ლიგაში დღემდე 20,000-მდე ბავშვია გაერთიანებული. ძალიან კარგი იყო, რომ სასკოლო ლიგის ჩართულობა საპატრიარქოსთან ერთად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯანსაღი ცხოვრების განვითარებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, ესე ვთქვათ, სულიერი განვითარებაც. საინტერესო შეხვედრა იყო მეუფესთან და ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ესეთ ღონისძიებებში ჩართულობა და უფრო გათვითცნობიერება ესეთ საკითხებში. ჩემთვის ეს თემა ძალიან საინტერესოა, სულიერ განვითარებას მოგცემს და უკეთესად მოტივირებული ვიქნებით და არ დავნებდებით და ღმერთი ჩვენსკენ იქნება ყოველთვის. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში მსგავსი შინაარსის შეხვედრები ხშირად იმართება, სადაც მონაწილეები სტუმრებთან ერთად მსჯელობენ სხვადასხვა აქტუალურ თემასა და საკითხზე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად მეტყველების პრობლემები ბავშვთა ასაკში, როგორ უნდა მეტყველებდეს ბავშვის სკოლის პერიოდისთვის და რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა. თემაზე სასაუბროთ ჩემი გვერდსა მეტყველების პედაგოგი ეკა ჭავჭავაძე. დილამშვიდობის ხაბატონო ეკა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს. მადლობას მოგახსენებთ, რომ გამნახეთ დრო და გვესტუმრეთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განვიხილოთ ახლა. რა თქმა უნდა, ყველა მშობელი თავიდანვე პირველი სიტყვებიდან მოყოლებული ყოველთვის აკვირდება ხოლმე შვილს თუ როგორ ვითარდება, როგორია მისი მეტყველების კუთხით განვითარება, სკოლამდელი ასაკისაც და შემდგომ. საინტერესო არის ის ასაკი, როდესაც უკვე ბავშვი სკოლაში მიდის. როგორ უნდა შეამზადოს მშობელმა, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ მეტყველების კუთხით მზად არის ის სკოლაში წასასვლელად და თუ თქვათ რაღაც გარკვეული პრობლემები აქვს, როგორ ხდება უკვე მასზე მუშაობა. დიახ, ზოგადად სასკოლო მზაობა რამდენიმე კომპონენტის ერთობლიობას მოიცავს. ეს არის პიროვნულ-სოციალური უნარები, ფიზიკური განვითარება, ინტელექტუალური განვითარება და ფსიქოლოგიური განვითარება. ანუ აი ამ კრიტერიუმით ბავშვი უკვე მზად უნდა იყოს და აკმაყოფილებდეს სკოლაში წასვლის პირობებს. რაც შეეხება სამეტყველო მზაობას, როგორ უნდა მეტყველებდეს ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის, აი მშობლებს შეგვიძლია ესეთი საზომები შევთავაზოთ ამ მხრივ. პირველი რაც არის ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის, კარგად უნდა ფლობდეს მისი ასაკისთვის შესაბამის საკომუნიკაციო უნარებს. პირველი რაც არის, ანუ მას უნდა შეეძლოს ურთიერთობა მასწავლებელთან, თანატოლებთან, უნდა შეეძლოს თავისი მოთხოვნების გახმოვანება, გაზიარება და ასევე მზად მყოფნა იმისთვის, რომ დაეხმაროს სხვებს და ეს დახმარება მიიღოს თავადაც. გარდა ამისა, მშობელს შეუძლია დააკვირდეს კიდევ იმას, თუ რამდენად კარგად ახერხებს ბავშვი მისადმი მიმართული მეტყველების გაგებას და შეუძლია ინსტრუქციის ზუსტი გაგება, გაანალიზება და შესრულება, რაც საკლასო პირობებში და სტრუქტურულ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია. მითი არის გავრცელებული, თუ ბავშვი რომელიმე ბგერა სწორად ვერ წარმოთქვავს სასკოლო ასაკში, ეს არის, რომ არაუშავს სკოლაში მივა და წერის დროს გამოასწორებს ამას, ამიტომ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვი რომელიც სკოლაში მიდის, რა ენაზეც მან უნდა ისწავლოს სკოლაში, აი იმ ენაში შემავალ ყველა ბგერას ბავშვი უნდა სწორი არტიკულაციით ამბობდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან გარდა იმისა, რომ შემდგომ შეიძლება ჩვენ როგორ წერით, ისე ზეპირმეტყველებაში გარკვეული პრობლემები შეგვექმნეს სწავლის პროცესში. ასევე შესაძლოა არც თუ სასიამოვნო კომენტარები გამოიწვიოს თანატოლებში ამ ყველაფერმა და შემდგომ აი სასწავლო პროცესისადმი ბავშვს ნეგატიური დამოკიდებულება ყალიბდება უკანასკნელ ხანს აი მაგალითად დასწავლასთან დაკავშირებული პრობლემები თუ პანდემიამდე ყოველ მე-12 ბავშვს აღენიშნებოდა პანდემიის შემდგომ
ეს რიცხვი ორჯერ გაიზარდა. დღეს ყოველ მეხუთე მეექვსე ბავშვს აქვს დასწავლასთან დაკავშირებული პრობლემა და ყველაზე უფრო ხშირად ეს გამოიხატება კითხვაში და წაკითხული შინაარსის გაგებაში. აი ეს რომ ავიცილოთ თავიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში შემავალი ბავშვისთვის. ეს რას ნიშნავს? ბავშვს უნდა კონდეს კარგად განვითარებული ფონემური ცნობიერება, ანუ მას უნდა შეეძლოს ბგერის, მარცვლის, სიტყვის კარგად აღქმა, აი მაგალითად სიტყვაში ბგერათა თანმიმდევრობის და რიგითობის გაანალიზება კარგად უნდა შეძლოს, ანუ ახერხებდეს სიტყვის დაშლას ბგერებად და ბგერების შეერთებას სიტყვასთან. აი ძალიან ბევრ პირველ კლასელს ძალიან მწვავედ უდგას ხოლმე საკითხი, ყველა ბგერა იცის, ყველას ცნობს, წაიკითხავს მარცვალ და სიტყვად ვერ აღიქვამს მათ. შეიძლება საერთოდ სხვა სიტყვაც დაასახელოს. საერთოდ აი ეს არის სწორედ ფონემური უმწიფრობის შედეგი, რომელიც დღეს ჩვენთან ძალიან მწვავედ დგას, რადგან აი ფონემური ცნობიერება მომწიფებას იწყებს 2-3 წლის ასაკიდან და ამთავრებს 6-7 წლის ასაკში. მშობლების ფუნქცია და მოვალეობა, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში, რასაც როგორი უნდა იყოს, რა რჩევებს მისცემთ მშობლებს, იმიტომ რომ გასაგებია შეიძლება ძალიან ბევრმა ვერც იფიქროს, რომ სკოლამდე საჭირო არის, რომ ვთქვათ, მეტყველების პედაგოგთან მიიყვანოს და ჩართოს გარკვეული სპეციალისტი, იმიტომ რომ მკვეთრად გამოხატული მშობლისთვის არანაირი ისეთი ნიშნები არ არის, რომ საჭიროებდეს სპეციალისტის ჩართვა. რა არის ისეთი, ვთქვათ, რაც შეიძლება მშობელს გამოეპაროს და არ მიაქციოს ყურადღება და მივიდეს იქამდე, რომ ვთქვათ, სკოლის პერიოდში, როდესაც უკვე ბავშვი პირველ კლასში შეაბიჯებს, მერე უკვე ეს მისთვის, ვთქვათ, შეიძლება დამთრგუნველი იყოს, დამამცირებელი იყოს და მშობელმა ვერ შეამჩნიოს ეს ყველაფერი. აი, განვითარების პირველივე საფეხურზე რას უნდა მიაქციოს ყურადღება? პირველი რაც მშობელს მაგალითად ბუნებრივია თუ არ ხარ სპეციალისტი, რაღაცებს დარღვევას დასაწყისშივე ვერ აღმოაჩენ, მაგრამ დაახლოებით 5-6 წლის ასაკში ბავშვი უკვე უნდა გრძნობდეს რა ენაზეც საუბრობს, იმენის სინტაქსს და გრამატიკას. კი, რაღაც რთული კონსტრუირებს ფრაზებში შეიძლება პატარ-პატარა შეცდომები დაუშვას, მაგრამ გრამატიკას, სინტაქსს თავისი ენისას კარგად უნდა გრძნობდეს. თუ ბავშვი პირში, რიცხვში, ბრუნვაში, დროში ეშლება რაღაცები, ამას ნორმად ნუ ჩავთვლით 5-6 წლის ასაკში. ეს უკვე იმაზე მიგვანიშნებს, რომ ავტომატური ფლობა და შეგრძნება ენის როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტის არ არის. მაგრამ როდესაც ოჯახში ერთი ენა არ არის, ვთქვათ, და ორ ენაზე მოსაუბრენი არიან, ან იგივე რამდენიმეზე, ორ ენაზე შესაძლოა ოჯახში საუბრობენ და კიდე 2-3 ენა ეკრანიდან ესმის ბავშვს. იქ უკვე ჩამოყალიბება იმის, რომ ვთქვათ, რა ბგერა როგორ ჟღერს და რის მერე რა მოდის და ავტომატურ დონეზე ძალიან რთულდება. შეგაწყვეტინეთ, მაპატეთ, ესეც ხდება ხოლმე, შესწრებული ვარ, რამდენიმე ენა რო ვახსენეთ, რომ ბავშვს დაუშვათ ძიძაყავს სხვა ენაზე, უყურებს სხვა ენაზე და უკვე მოზარდი მინახავს, რომ საკუთარ მშობლიურ ენაზე უჭირს ლაპარაკი. დიახ. მეტყველებს სხვა ენაზე, აზროვნებს სხვა ენაზე და უჭირს საკუთარ და რაღაც უფრო გამორთულად ლაპარაკობს და საკუთარ ენაზე ან სიტყვებს ეძებს, ან არასწორად იძახის, ან ენის მოჩილკოდ ეძახის და აქვე გავაერთიანებ ერთ კითხვას, როცა უყვართ ხოლმე მშობლებს რაღაცა თუ ბავშვი მოჩილკოდ ლაპარაკობს, ალამაზებს და ეს თამაშ შეიძლება მე უკვე ძალიან გართულდეს. დიახ, ეს ხდება უკვე მოგვიანებით ფუნქციური დარღვევების მიზეზი, ანუ როდესაც ორგანულად ბავშვენივრად შეუძლია იმ რაღაცა კონკრეტული მაგრამ ჩვენ აი მელოდიურ თვალსაზრისით მას უკვე აი ამ პროცესს ვუბლოკავთ და შემდეგ ეს ცუდად გვიბრუნდება ხოლმე უკან. ამიტომ არ შეიძლება, ამაზე ყოველთვის ვამბობთ, ენის მოჩლექვით საუბარი მით უფრო დაახლოებით 4-5 წლის რეალურად ბაზიანებთ. დიახ, რა თქმა უნდა, ეს რაღაცა თუმცა 4-5 წლამდე უკვე მას უყალიბდება ხომ თავის აუცილებლად ეს თორემ ყოველთვის საუბრობთ, რომ ერთ ენაზე უნდა დაეუფლოს ბავშვი ენობრივ უნარებს და შემდგომ უკვე მისი განზოგადება სხვადასხვა ენაზე ხდება მარტივად. როდესაც ის აკეთებს ანალოგიებს, აქ ესეა, ანუ ფრაზის კონსტრუირება ესე ხდება, აი რუსულად მაგალითად ესეა, ინგლისურად ასეა, ფრანგულად ასეა. იმიტომ რომ მან ის ერთი ენობრივი უნარი უკვე დაამასტერა, ანუ იცის ძალიან კარგად. მაგრამ როდესაც ამან არც ერთი იცის, არც მეორე, არც მესამე, აი მაშინ იწყება ყველაზე დიდი პრობლემა. თქვენი დაკვირვებით და თქვენი გამოცდილებით ხომ რა საკიდან არის
სასურველი, რომ სხვა ენა ჩაერთოს უკვე ბავშვის აღზრდა განვითარებაში. ცით რა, აი დღემდე ლინგვისტები დააობენ ამაზე, თუმცა ცალსახად აქ უკვე რადგან უცხო ენამ ცოტა სხვა, ანუ უწინ იყო რომ უცხო ენა ბავშვს ესმოდა ცოცხლად. და ეს ბევრად აადვილებდა ენის დაუფლების პროცესს. მაგრამ ოდესაც დღეს ჩვენი შვილები უკვე ეკრანებიდან, гаджеტებიდან და ანიმაციიდან სწავლობენ უცხო ენას, იქ ყველაფერი ირღვევა. ამიტომ ცალსახად თუნდაც ნეიროფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ თუ ბავშვი თავისი ასაკის შესაბამისად ერთ ენაზე კარგად საუბრობს, იქ უკვე შეგვიძლია ცოცხალი მიწოდებით მეორე ენაც დავამატოთ. ეს იქნება 4 წელი, 5 წელი, 6 წელი. თუმცა, რა თქმა უნდა, 5 წლამდე ჯობს რომ თავი შევიკავოთ. გალბატონიკა, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია ასაკი პერიოდი, მაგრამ რა შემთხვევაში საჭირო იქნება უკვე ჩარევა სპეციალისტის მიყვანა, აი როდის შეიძლება შეატყოს მშობელმა ბავშვი, აქ უკვე რაღაცა დარღვევასთან არის საქმე და ეს არ არის უბრალოდ ენის მოშლექვა რაღაც გაურკვევლობა. დიახ, პირველი ეს არის, როდესაც ბავშვი უბრალოდ აგვიანებს ამეტყველებას, რომელიც ასევე ძალიან მწვავე პრობლემაა. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვი უნდა ამეტყველდეს, ბგერა ვერ უნდა თქვა სწორედ და მხოლოდ მას შემდეგ მიმართოს სპეციალისტს, რაც ძალიან გვაზიანებს. 10 თვის წერტილად უნდა ავიღოთ ის, რომ წლის 1 წლიდან, ნუ კარგი წლინახევრამდე ბავშვი უნდა საუბრობდეს ცალკეული სიტყვებით, რომელსაც პრაგმატულად იყენებს, მიზნობრივად იყენებს და არა ისე და თუ ეს ასე არ არის, ცოტა ხანი შეიძლება დაველოთ და შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ. 2 წლის ბავშვი უნდა საუბრობდეს 2-3 სიტყვიანი მარტივი წინადადებებით. აი ეს ავიღოთ 10 თვის წერტილად. და ასეთი დამოკიდებულებაც არის, რომ გოგოები უფრო მალე იწყებენ ლაპარაკს ვიდრე ბიჭები და თითქოს კი, აქედან გამომდინარე დროს კარგავენ შეიძლება ასე ითქვას. დღეს უკვე ასე არ არის. ზოგადად უმწიფრობა ამ მხრივ ვაჟებში მეტად არის გამოხატული დაახლოებით 3-4 წლის ასაკში გოგონები მართლა უსწრებენ რაღაც უნარებით ვაჟებს და შესაბამისად ეს კოგნიტური უნარები ცოტა უკეთ ვითარდება, მაგრამ 5-6 წლის ასაკში ეს უკვე ეწევიან ერთმანეთს. მაგრამ აი ამ ნიშნით რომ გამოვყოთ დღეს არა, არც ეს არ არის სწორი მიდგომა. დიახ, და სკოლამდელი პერიოდი როგორი უნდა იყოს, ვთქვათ, მშობლების მხრიდან, რა სავარჯიშოები შეიძლება ვთქვათ მიუთითოთ, რომ როგორ განვითარონ ეს მეტყველების უნარები. ძალიან კარგი იქნება თუ ზაფხულში დედა შეითავსებს მეტყველების თერაპევტის ფუნქციას. ჩვენ ხომ ზაფხულში ცოტა უფრო მეტდროს ვატარებთ ჩვილებთან ვიდრე ჩვეულებრივ. აი თუნდაც განსაკუთრებით როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის. აი დაატესტოს დედამ და ნახოს 2, 3, 4 ასოიანი ფონემის შემდგარი სიტყვებს, რამდენად კარგად შლის ბავშვი. უბრალოდ უთხრათ, აი ხე, რამდენი ასოა? ხ, ე. ან ნუ აი ასე, მაგალითად, შემდეგ სიტყვა თავი, აქ ხ არის? აქ რ არის, აქ აი ზუსტად იმ ფონემურზე ვამბობ, რომელიც მერე ბავშვს გაუადვილებს. გარდა ამისა დაეხმაროს გარემოს შემეცნებაში და ამასთან გაუმდიდროს ლექსიკური მარაგი. ვთქვათ, რატომ არის თევზი წყალში, რატომ არის ციყვი ფუღუროში, ნუ ასე, აი ეს ბუნებასთან კონტაქტში რაც არის. ძალიან კარგია თამაშის ფორმა, როდესაც მე რაღაც წინადადებას ვიტყვი შეცდომით და თუ გამოიცნობს ის მაგათად პირში, ბრუნვაში, რიცხვში, დროში და ასე შემდეგ. ეს შეიძლება ჯგუფურათაც თანატოლებთან ერთად განვახორციელოთ ეს ყველაფერი და თანდათან აუხსნათ ის თუ როგორ უნდა მოახერხოს ფრაზის კონსტრუირება და დიალოგური რეჟიმი, როგორ გამოხატოს იგივე მაგალითად კითხვა, ბრძანება, თხოვნა, ემოციების მართვა მეტყველების დროს და ვცადოთ რამდენად შეუძლია ბავშვს ელემენტარული მარტივი წაკითხulis ზღაპრის ირგვლივ კითხვებზე პასუხის გაცემა, იგივე ფაბულა თავად რომ ჩამოგვიყალიბოს შემდგომ, ან მივცეთ რამდენიმე სიუჟეტი და ვთხოვოთ, აბა პატარა მოთხრობა თავად შეგვიდგინე ძალიან მარტივად და თან დავეხმაროთ ამაში. უამრავი რაღაც შეგვიძლია რომ ზაფხულში გავაკეთოთ. მე მოყვარს ასეთი სავარჯიშო, არ ვიცი შეიძლება დავარქვა თუ არა ამას, მაგრამ არეული ასოებით მიწოდება რაღაც გარკვეული სიტყვის და რომ დაალაგოს უკვე. ეგ არის სინთეზი, რასაც საუბრობთ, ანუ დაშლილი ასოებით სიტყვის შეკვრა და პირიქით ანალიზი, როდესაც ჩვენ გვინდა რომ სიტყვა დავშალოთ ასოებად, ელემენტარულად მარცვლოვანი სტრუქტურა შევაგრძნობინოთ. ესე ძალიან მარტივია. აი მაგალითად
მატარებელი როგორ დაუმარცხოთ ეს ტაშით მატარებელი რამდენად შეიგრძნობს ის მარტივად დავათვლებინოთ თუ იცის თვლათამდე რამდენი მარცვალია რომელი უფრო გრძელი სიტყვა რომელი უფრო მოკლე სიტყვა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა მობრძალებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ მეტყველების თერაპევტი ქავოტანი ეკა ჭავჭავაძე. და გადაცემის დასასრულს ჩვენ ტელევიზიის სახელით გვინდა დიდი პატივისცემით მიულოცოთ დაბადებიდან 70 წელი საიუბილეო თარიღი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს მაღალყოლაბდუს სამღვდელოების ჭიათურის და საჩხერის მეტროპოლის მეუფე დანიელს, რომელსაც როგორც გითხარით, რამდენიმე დღის წინ 70 წელი შეუსრულდა, ულოცავთ მეუფეს ტელევიზიის სახელით უსურვებთ ჯანმრთელობას, ეგრძელობას და კიდევ დიდხანს ეკლესიისა და ქვეყნის აკეთილდღეობის მსახურებას. გადაცემა დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის მომავალ. კახა მიქიაშვილი, სოფიო გუჭავა თქვენთვის მუშაობდით, ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ და ბოლ შაბათამდე გებშვიდობთ. ნახვამდის.